განაცხადეს თუ ჭირდება პროფესიონალები, ბატონი გიორგი არის სერტიფიცირებული ტრენერი ამ კურსში, მათ უნდა ძალიან ბევრი ტრენინგი ამემართებებით, მათ შორის მიგას ტრენერების მიერ, ახალგაზრდები არის ამერიკის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, ეს რომელიც შეასრულებს მოსამართლის ფუნქციას. მე ჩაშინებული მოგილოცოთ ტიტულურ ტრენერად მეორე კურსის ასე ვთქვათ დასრულება და დღეს წარმატება ისურვებთ თვითონ. რაც შეეხება გაიაზრებისთვის და მე დაწუნებული ვარ რომ იმ პროექტის რეალიზაციას არის მოხდეთ ამ პროცესის სოფლს აღწევ უზენაეს სასამართლო და აღწევ მედოს რომელმაც ხელი შეუწყო თავისი ენთუზიაზმით რომ დაგვიტყოს თავისი ფასტების სამორგანიზაციება არის რამდენი და ასე რომ ჩვენ მე ბრიგადები თელ ასე ვთქვათ ფაქტოს სასამართლო დაკავებას გადავწევ მოსამართლეს მედია მათიაშვილი რომელიც აიღოს მეორე პროცესს. ესე იგი შესავალი სიტყვისათვის თქვენ მოგეცემათ 10 წუთი. შემდეგ პირდაპირი დაკითხვებისათვის, თითოეული პირდაპირი დაკითხვისათვის თქვენ გექნებათ 7 წუთი, ჯვარედინი დაკითხვისათვის გექნებათ 5 წუთი. ხელახალი პირდაპირი და ჯვარედინი თუ გახდა საჭირო, ამ შემთხვევაში მოგეცემათ ხელახალი პირდაპირისათვის 3 წუთი, ხელახალი ჯვარედინისათვის 2 წუთი. რაც შეეხება დასკვნით სიტყვას, თქვენ მოგეცემათ საშუალება, რომ 12 წუთის განმავლობაში წარმოადგინებთ დასკვნითი სიტყვა. ამასთან გაითვალისწინებთ, რომ იმისთვის, რომ ჩვენ ყველა დრო ვაკონტროლოთ, მე თქვენი სიტყვის თუ დაკითხვის დროს, როდესაც უკვე ამოიწურება, განახებთ, განიშნებთ, თქვათ ესე, რომ დარჩა 1 წუთი. ოღონდ ამ დროს არ შეჩვევდეთ, ანუ რაღაც რეაქცია ამას არ მოყვეს, უბრალოდ თქვენ ვცოდეთ, რომ 1 წუთი დარჩა და მე განიშნებთ და თუ შეიძლება რომ დავასრულოთ დროზე, ხო? ანუ ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ხოლმე. კიდევ ერთი რაღაცა, რახან ჩვენ არ აყავს თომის მდივანი, როგორც ბატონი გიორგი აღნიშნა, ძალიან კარგი იქნება თუ თქვენ თავს წარადგენთ თან გამოცდისათვის, როგორც თქვენმა ლექტორმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს, ხო? მოკლედ თანხდებით წესებზე. მინდა მხოლოდ ჩვენს პრესას ასე ვთქვით, ისწავლამოდგენებს რომ აქეთ რომ ხელი არ შეეშალოს სხვადასხვა კი და დარბაზში ყველამ გამორთოთ ტელეფონები და არანაირი რეპლიკა რა თქმა უნდა თხოვთ რომ შეინარჩუნოთ სიჩუმე და მოусმინოთ. კარგი. მაშინ ასე. ხალბატონები და ბატონები, ხალხ აბძანდეთ მსაჯულები მოდიან. მოგესალმებით ყველას. მოგახსენებთ, რომ ეს არის სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი სისხლის სამართლის საქმე. სახელმწიფო ბრალდება ბრალდებს ბრალდებულ თენგის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ტიტეს განზრახ-მკვლელობაში და თესავსროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვაში. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 119 მუხლის მესამე ნაწილის G პუნქტით და 231 მუხლის პირველი ნაწილით. ეხლა პირველი სკოლისა მიმართავ ნაფიც მსაჯულებს, მე თქვენ ახლა წაგიკითხავთ განმარტებებს, რომელსაც ძალიან ყურადღებით უნდა მოусმინოთ და გაითვალისწინოთ საქმის მსვლელობისას. მაშინ ასე. წარდგენილი ბრალდების თანახმად ქმედება გამოიხატება შემდეგში. თენგიზი იყო ტიტეს ნათესავი და მუშაობდა მენეჯერად მის მაღაზიაში. 2010 წლის 20 ოქტომბერს დაახლოებით 18 საათსა და 30 წუთზე ტიტე და მაღაზიის ახალი მენეჯერი ვანო მივიდნენ თენგიზის საცხოვრებელ სახლთან, მდებარე თბილისი ლესელიძის ქუჩა ნომერი 5, რათა ესაუბრათ იმ თანხის დაბრუნებაზე, რომელიც ტიტეს აზრით თენგიზმა მიითვისა მის მაღაზიაში მუშაობის პერიოდში. ხანმოკლე საუბრის შემდგომ თენგიზმა უარი განაცხადა თანხის დაბრუნებაზე და მის მიერ მათ საწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც იგი ინახავდა ცეცხლსასროლში, განზრახ მოსკოს სიცოცხლე ტიტეს.
საქმეში ფაქტებზე გადაწყვეტილების მიღებისას თქვენ შეიძლება მოგიხდეთ იმის გადაწყვეტა, თუ რომელი ჩვენება დაიჯეროთ და რომელი არა. თქვენ შეგიძლიათ დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც მოწმე ამბობს, ჩვენების ნაწილი ან საერთოდ არ დაიჯეროთ არაფერი. თქვენ უნდა გადაწყვეტოთ, რა ფაქტებია ამ საქმეში, თქვენ უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომლებიც წარდგენილი იყოს სასამართლო დარგში. მტკიცებულება არის ფიცის ქვეშ მიცემული მოწმის ჩვენება. მტკიცებულების სახით დაშვებული მტკიცება და ყველაფერი ის, რაზედაც მე მიგითითებ, რომ მიიღოთ როგორც მტკიცებულება. არ არის აუცილებელი, რომ მტკიცებულების წონა ფაქტთან მიმართებით დამოკიდებული იყოს ჩვენების მიმცემი მოწმების რაოდენობას. არაფერი, რასაც მხარეები იტყვიან, არაც მტკიცებულება. შესავალ და დასკვნით სიტყვებში მხარეები მიმოიხილავენ საქმეს, მაგრამ მათი განცხადებები არ არის მტკიცებულება. მათი შეკითხვები აგრეთვე არ არის მტკიცებულება. მხოლოდ მოწმეთა პასუხები არის მტკიცებულება. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის, უთუარობის თვალსაზრისით. მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამომტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავე ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა მიღებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. პროცესის განმავლობაში შესაძლოა მხარეებმა გააპროტესტონ კითხვები ან მოწმეთა მიერ გაცემული პასუხები. მე წარმართავ პროტესტის პროცედურას კანონის შესაბამისად. თუ მე დავაკმაყოფილებ დაყენებულ პროტესტს, თქვენ უნდა მიიღოთ მხედველობაში დასმული შეკითხვა. თუ მოწმეს არ მიეცა ნებართვა, პასუხი გაეცა დასმული კითხვისათვის, არ შეეცადოთ გამოიცნოთ თუ რა იქნებოდა პასუხი, ან რატომ მივიდე მე ასეთი გადაწყვეტილება. სასამართლო პროცესის დროს თუ თქვენ შეგატყობინეს, რომ სახელმწიფო ბრალდება და დაცვის მხარე შეთანხმდა გარკვეულ ფაქტებზე, ეს ნიშნავს, რომ მათ მიიღეს ეს ფაქტები როგორც სიმართლე, რადგან აღნიშნულ ფაქტზე არ არის დავა. თქვენ ასევე უნდა ჩათვალოთ ისინი როგორც სიმართლე. ახლა მე აგიხსნით, თუ რას ნიშნავს უდანაშაულობის პრეზუმპცია და მტკიცების ტვირთი. სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული ითვლება უდანაშაულოდ. გაითვალისწინეთ, რომ პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდებას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ბრალდებული არ თვლის თავს დამნაშავედ და ბრალდებულს არ სჭირდება იმისი დამტკიცება, რომ ის უდანაშაულოა. ის ფაქტი, რომ პირი ბრალდებულია დანაშაულის ჩადენაში, არ ნიშნავს იმას, რომ ბრალდება სწორია. მტკიცების ტვირთი ყოველთვის აწევს ბრალდების მხარეს. იმისთვის, რომ დაამტკიცოს პირის ბრალებლობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ეს ტვირთი არასდროს აწვება ბრალდებას, რადგან კანონი არ ავალდებულებს ბრალდებულს დაამტკიცოს მისი უდანაშაულობა, მოიყვანოს მოწმეები ან წარადგინოს რაიმე მტკიცებულებები. ბრალდებული ვალდებულიც კი არა, რომ წარმოადგინოს რაიმე მტკიცებულება. ახლა მე განგიმარტავ, თუ რა არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის ეჭვი, რომელიც დამყარებულია გონებასა და საღაზრზე და არ არის დამნაშავეობის უბრალო ალბათობა. გონივრული ეჭვი არის ისეთი ეჭვი, რომელიც გონიერ ადამიანს აიძულებს დაეჭვდეს ამა თუ იმ ქმედებისას. შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა მდგომი მტკიცებულება უნდა იყოს იმდენად დამაჯერებელი, რომ გონიერმა ადამიანმა შეძლოს მასზე დაყრდნობა და მის მიხედვით მოქმედება. სანამ ბრალდების მხარე არ დაამტკიცებს, რომ ბრალდებულს აქვს ჩადენილი დანაშაული, მანამდე თქვენ ბრალდებული უდანაშაულოდ უნდა ჩათვალოთ. მაშასე, ეს იყო ის მოკლე ინსტრუქციები, რომელიც თქვენ ამ ეტაპზე განგემარტათ. პროცესის მსვლელობისას თუ რაიმე პრობლემატური საკითხი იქნება, აგრეთვე გამოვიყავ მე ამ საკითხს. და რა თქმა უნდა, სანამ თქვენ გაბრძანდებით უკვე
სათათბირო ოთახში, მანამდეაც თქვენ მოგეცემათ კიდევ დამატებითი ინსტრუქცია. ახალ სიტყვას უკვე გადავცემ მხარებს. ბრალდების მხარეს ეძლევა შესაძლებლობა, რომ წარმოადგინოს შესავალი სიტყვა. ხოთ. ეს ვია დამიდანაშვილი წარმოადგენს ის ბრალდებას საქმეზე, რომელიც ეხება თენგიზის მიერ იტეს ანგარად გამოიარაღე თოლობის ფაქტს. აგრესემული ნაკუთის საჯულები. ეს ამ სასამართლო დარბაზში ის ბრალდებული თენგიზი, რომელსაც უკანონოდ შეიძინა იარაღი, რომელსაც გაუსწორდა თავის განცდას. რა არის თქვენი პროტესტის საფუძველი? პროტესტი დაკმაყოფილებულია, თუ შეიძლება დაეხმაროთ მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებს და შესავალ სიტყვაში წარმოადგენთ მხოლოდ ეს. აგრესემული საჯულები. ეს აქ სასამართლო დარბაზში ის ბრალდებული, რომელსაც თავისი განცდები განუასახა სიცოცხლეს. მაგრამ კიდე რაც რა არის საფუძველი? პროტესტი არ არის დაკმაყოფილებული, მხოლოდ დაბრძანდეს პროკურორს მხოლოდ გააგრძელოს. აგრესემული საჯულები. თენგიზმა სიცოცხლეს განუასახა თავისი განცდები. კიდე რომელსაც გაზარდა დააყენეს ომის გზაზე, უზრუნველყოფას და რამე იყო მან თვია საერთოდ სამს. ბრალდებულმა დიდენ თვია გაიმეტა იმ სკეპის ამების დაუხსებელი შრომის ირისტი, რომელიც მიუძღოდა იტეს მის წინაშე. აგრესემული საჯულებო მინდა გიამბოთ ყველაფერის ის გამოც დღეს ჩვენ ყველა შევხვდებით ამ სასამართლო დარბაზში. მინდა გითხრათ თუ საერთოდ დაიწყო ყველაფერი ეს. ჯერ კიდევ დაუბრუნებული თენგიზზე ზრუნველობა ისრად იქნება. მან გაზარდა შემდგომ სკოლის დამთავრების შემდეგ თენგიზი მიდის სამხედრო სამსახურში. 4 წლის სამსახურის შემდგომ იღუნება სახლში და რჩება უმუშევარი. აქაც კიდე მას ამაშვილ უფლას უსვლის აწარმოებს თავისუფალ მაღაზიაში მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობას. ეს ხდება 2009 წლის აგვისტოს თვეში. ამის შემდგომ იტეს აღიქვამს დიდი ნდობით იტემ ალბომას თელევიზიით საკითხები, რომელიც დაკავშირებულია მარკეტის მართვასთან. სწორედ ეს ნდობა ამბობითი საკითხია ბრალდებულმა თენგიზმა და გამოიგენა ბოროტა. მაგრამ ფასებზე ხელოვნური ზრდის შედეგად მიიღო გარკვეული რაოდენობის თანხა. ეს გრძელდება 1 წლის განმავლობაში. 2009 წლის აგვისტოს თვეში მაღაზიაში დაინიშნა მის ასისტენტად, თენგიზის ასისტენტად ვანა, რომელსაც აღმოაჩინა, რომ მაღაზიაში ხდებოდა ასების გაზრდა და თანხის მითვისება თენგიზის მიერ. ეს დაუყოვნებლივ შეეხება მაღაზიის დეპარტამენტს. იტეს, რომელსაც საკუთრივ გამოცხადა თენგიზს. თანაც უთხრა, რომ აღგრძელებული გავსი რა, მაგრამ თქვენ წარმოვიდგინეთ, 1 წლის განმავლობაში ეს კვლავ გრძელდებოდა. უკვე 2010 წლის აგვისტოს თვეში თენგიზმა თავისუფალი მეთოდით განაცხადა, რომ მიდიოდა იტეს მაღაზიიდან და არასოდეს მას იმუშავა. თავად უკვე უკავშირდება მაღაზიის ახალ გამყიდვას და სწორს რომ არ გადაიბაროს მაღაზია. და სწორედ მაშინ გადაბარების პროცესში აღმოჩნდება, რომ მაღაზიაში დანაკლისმა შეადგინა 12 წილარი. გადაბარების პროცესი მიმდინარეობდა 4 თვის განმავლობაში. აგრესემული საჯულებო ვანა დაუყოვნებლივ შეეხებინა ამის თაობაზე მათ უფროს და მოახსენა ყველაფერი. ამაზე კიდე ესაუბრა თენგიზს, რომელსაც თავდაპირველად უარი განაცხადა ვანის თაობაზე, ხოლო შემდგომ დანაკლისის თაობაზე, ხოლო შემდგომ იარაღი და მოხდენო დაუბრუნდა.
ეს გრძელდებოდა გარკვეული პერიოდი. კიდეს ხობდა მას პერიოდულად დაებრუნებინა თანხა, თავისი ტექნიზი ასხოდა დაუბრუნდა. თუმცა გრძელდებოდა როგორც საბაში დიდი ხანი ეს. აი იმ სამედიცინო დღეს რომელიც გადა 2009 წელს 20 ოქტომბერში. კიდე კრომის ტექნიკასთან რომ ხოვოს მას ორი მომასაც ტექნიკა უცხო დაუბრუნდა. კიდეს ერთი ბაკალი გუდი აქვს დალეული და თავს მეგობარ ვარდოსთან და პრობლემის მოგასწრებით ხომ როდესაც ხარ ასა დაჩანს რომ კიდეს ერთი ბაკალი გუდი აქვს დალეული ბატონიზმი და უკაცრავად პროტესტის საფუძველი რა არის ასა დაჩანს წერია საფრთხეში წერია რომ კიდე პროტესტი არ არის დაკმაყოფილებული ეს არის შესავალი სიტყვა ბრალდების მხარესა და შესაბამისად ეს არის მათი თეორია ამ შემთხვევაში პროტესტი არ დაკმაყოფილდება აკეთებენ ნაცნობ საჯულო კიდევ ხო აროს რომ წასულიყო და მასთან ყოფილი იყო როდესაც იყო თემის თანხას ასეც მოიქცა თუმცა ბინაში მარტო ავიდა სამგარიდა და რა ან მომს სუდა გამაშუდა დალაპარაკებოდა თემის და დაერქვა ასე მომშუდა მაჩუეს უძიო ამდენ მანუჩება გარეთ ხო კიდე შედის ბინაში რომელსაც თემის რადიოს მოუწევდა შეურაცხყოფელი სიტყვებით იგი შეურაცხყოფასაკებს თავად ეს დამოუკიდოს თემის რეაქცია გაბრაზდა გახდა აგრესიული და უარი განაცხადა ეს მოთხოვნას დაერქვა მისთვის თანხა ამას დაამატა შემდეგი სიტყვები სიცოცხლის მოსდაც რომ დამიждდეს მე თანხას არ დაიგებო აბიცემ მოსაჯულო ამაზე უკვე იდან უთხრა მას არ ქონდა სხვა ზედარჩენილი მიეკითხა პოლიციას და სწორედ აი ამ დროს თემის დება შედის საძინებელ ოთახში იგებს ვალდები 38 სისტემის იარას აი ამ იარას რომელსაც ერთი გასწორებით ახორციელებს თავისი განცდების ეს პრობლემას და ერთი გასწორებით მან ერთი თვე გაიმეტა იმ სისტემის ამაგისაკი შრომის საფასოდ რომელიც მიუწოდა ეს თემის ხოვების განმავლობაში. ატიცემულ საჯულო ეს არ არის განმავლობიდან. ეს არის ის რაც ბრალდების განსაზღვრება თემისმა ჩაიგდა. მან უნდა თავისი განსაზღვრები და ეს კიდე აღარ არის. იგი არ არის თავისი ახალგაზრდობის გორ. აღარ არის ვეღარ ცხოვრების ჩვენიერები. ვეღარ ნახავს ახალგაზრდა ადამიანს. და ეს ის თავისი გაზრდის ხელმძღვანელი. ატიცემულ საჯულო ჩვენ ბრალდების ხარ თქვენ წარმოგიდგენთ ყველა ინდივიდუალურ ცებულებას რომელიც გონიერული სისტემა დაადასტურებს ბრალდების თქვენ დარწმუნდებით რომ სწორედ ბრალდებმა უნდა თავისი განსაზღვრები იქნება ჩვენ პესტინაში დავკითხავთ ერთ-ერთ თავად მოსმეს რომელიც გახოთ ვანი ანუ რომელიც რაღაცის ახალი მოძიები იყო როგორც მოგახსენებთ თემის შემდგომ ანუ მეთქით ურთიერთობის შესახებ რომელიც ხოდათ იდესა თემის იგი ასევე გეტყვით იმ სამედიცინო გზის შესახებ, როდესაც რომლის შემდგომას კიდე აღარ არის უცხო. ასევე განაცხადა სწავლაზე, რომელიც აიგოს დაიწყო გაწაბულება ეს და თემის შორის. აკეთებენ საჯულო ჩვენ ასევე ვარ ასევე გეტყვით თქვენ იმას თუ როგორ შეესწრო უშუალოდ შემდგომის დღეს იმ უნებრივ საზარელ ფაქტს რომელიც ჩაიდანა ბრალდებულმა თემისმა. ვარ ასევე გეტყვით როგორ გაიგონა გასულისმა, როგორ გაიგონა მან თემისთან მისი მორგოს საუბარი ამის შემდგომ. ხოლო შემდეგ უკვე როგორ გაიგონა თემისი რომელიც თორდა შემდგომი საკითხიც იყო მოგოს. თქვენ ასევე მოусმეთ პოლიციის კაპიტან ბიორს, რომელიც მოგახსენებთ თქვენ. თუ როგორ აკავს მას შემდგომი საკითხი ნომერის ცდილობაში თემის. თუ როგორ ატარებს ბიოგი სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებს. ასევე მოგახსენებთ ბიოგი სხვადასხვა ექსპერტიზის დასმების თავებას და მათ შორის მომდე გამომაყენება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას, რომელიც თანახმადს თქვენ დარწმუნდებით რომ იტეს გარდაცვალების მიზეზი დაახლოებით შუბში შემავალი წესასწაული ჭრილობა. ასევე გაიცნობთ ბალისტიკური ექსპერტიზისთან დასკვნას, რომელსაც დარწმუნდებით რომ ტყვია მასა და გულ ამოღებულია თემის სპინიდან, ასევე გაიცნობთ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას.
შემშეთქმა გამოვა ცოცხალი, რომელიც თქვენ გეტყვის, რომ ეს პრობლემური შემთხვევა, რომ ბრალდება არ მიუწვის თემის, თუმცა თქვენ ჩვენს მიერ უთხარი პოსიბილიტეტი დაგწმდებით, რომ სწორედ ბრალდება თემის შემდგა აღნიშნული დანაშაული. სწორედ მან უნდა თავისი გამოცდები უკაცრავად ვთხოვთ დავზარდეთ, ჯერ მტკიცებულებების გამოკვლევისადმი არის. უპირველეს ყოვლისა უნდა მიეცეს დაცვის მხარის შესაძლებლობა, რომ წარმოადგინოს შესავალი სიტყვა. ხო, დაცვის მხარეს თუ აქვს ამისი სურვილი წარმოადგინოს შესავალი სიტყვა. მოგესალმებით ბატონო მოსამართლეებო, ფიქსირებულ დაწესებულებას. გახლავართ დაცვის მხარე ადვოკატი პოლიტიკი. პირველ რიგში მინდა უხარება გამოუთქვა გარდაცვლილის ოჯახს ან ურთიერთობის შემთხვევის გამო. დიახ, ეს გახლავართ ურთიერთობის შემთხვევა. აღანაცვლოდ ამ შემთხვევას კონსულტა ბატონო. პროკურორმა თავის შესაძლებლობაში თავის ინფორმაცია გამოგზავნა ამის შესახებ და გამოკვეთა, რომ ამ ამბავს სწორდება. დიახ, ამ ამბავს ამბავს, მაგრამ არა ერთი, არამედ ორი. პირველი გარდაცვლილი დიდე და მეორე თავად თემის. უბრალოდ ამას აუცილებლად გაიგო, მაგრამ მანამდე მინდა დავუყო სამსში და შევეკო ესადაც უკაცრავად დიახ, ისმენთ პროტესტია ეს? მაშინ უნდა თქვათ, რომ პროტესტი არ არის შემდეგ. იბედო, ან თქვენ ამბობთ, რომ ეს არის არგუმენტაცია. არ არის არგუმენტაცია. ამბავს თავსარეთ არამედ ორი. და ვიდრე გეტყვით ბატონო არის თემის ქვეყნი და მანამდე დავუყო წარსულში და შევეკო კონკრეტულად თემისა და ეს უთეებს. როდესაც თემისი დაუყდა, მას გვერდში ამოუდგა მისი ნათესავი კიდე. ის მას ისე უყვარდა როგორც საკუთარი შვილი, ისევე როგორც თემის უყვარდა ის როგორც საკუთარი მამა. როდესაც თემისმა ჯარი დაამთავრა, მე მას საკუთარ მარკეტში დაასწრებდა მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობა, რადგანაც ის პროფესიით მენეჯერი გახდა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც მაღაზიაში გამოჩნდა ეს ნათესავი ბანკი. კიდევ მანოსგან შეიტყო თითქოს და თემის უმატებდა მაღაზიის პროდუქტების ფასებს, რაც იწვევდა კლიენტების დაკავებას. მისდაობაზე სერიოზული კამათი მოვიდა. იდესაც და თემის და ყველაფერი დამთავრდა ისე, რომ თემიზი წამოვიდა სამსახურიდან, რადგან ის ამ ფაქტს უარყოფდა. ამის შემდეგ ავტომატურად დანიშნა მენეჯერის თანამდებობაზე ბანო, რომელმაც გამოახდინა რომ მაღაზიამ განიცადა 12000 ლარის ხარა. თუმცა აღსანიშნავია, რომ იგი მანამდე ამ მაღაზიაში გამყიდველის თანამდებობაზე მუშაობდა. ამის შემდეგ კიდევ უფრო დაიწყო მათ ურთიერთობა, რადგან დიდესა და თემის ურთიერთობა, რადგან კიდევ თვითონ რომ თემისმა მოყარა მას ეს თანხა და რა თქმა უნდა ამის შესახებ თემის ამ ფაქტს უარყოფდა, რადგან მას ცხოვრებაში არასდროს არ უნახავს ერთად 12000 ლარი. ეხლა მინდა დავუყო უშუალოდ 2010 წლის 20 ოქტომბრის საღამოს. როდესაც ბატონი თემიზი მის მეუღლესა და შვილთან ერთად იმყოფებოდა საკუთარ სახლში, მათ ხარჯზე შეგვესვა ძალის ხმა. ხოლო როდესაც ქალბატონმა დასვა თემიზის მეუღლე დაიგავო, სახლში არათუ შემოვიდა, არამედ შემოვარდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი იქ. რომელმაც თავიდან უშუალოდ იმართა თემის, ისევე როგორც ქალბატონ დასვას. ის მოითხოვდა თემის რომ აიბრუნებდა რაღაცას 12000 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გარეთ მისი მეგობრები ელოდებოდა და ამ თანხას ძალით წაართვება. ამაზე ავტომატურად მოხდა რომ მას მისი არაფერი მართავდა და სწორ რომ დაეტოვებინა თავისი ოჯახი. რადგან გაბრაზებულმა კიდევ ამოიგოს სასწორ იარაღი დაუმიზნა და უთხრა თუ ის მას თანხას არ დაუბრუნებდა მის მეუღლეს მის თვალწინ გააუპატიურებდა, ხოლო თვითონ კი მოკლა. რა თქმა უნდა, იარაღის დანახვაზე ქალბატონი დასწრდა მათი ცირეთხოვანი შვილი შეშინა. წარმოიდგინეთ მამა, წარმოიდგინეთ მეუღლე, თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა თავისი შვილისა და მეუღლის რეაქცია. ის რა თქმა უნდა ეცა კიდეს ხელებში და სურდა რომ ის განეიარაღებინა, მაგრამ კიდე მას გამოძალიანდა და ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ გავარდა ხული და ჩააგდა ხელებში საკუთარი განსაზღვრელი თემის. აი სწორედ ამიტომ გააქვთ თემის ამამის სიტყვები, ერთ-ერთი სიტყვები, რომ მას ჩააგდა საკუთარი საყვარელი ადამიანი ხელებში. წამის ის უნდა ჩამოვა. ხოლო როდესაც თემის დონს მოებოდა მივხვდა რაში იყო საქმე. მან ერთადერთ საუკეთესო გამოსავალს მიიჩნია, რომ პოლიციაში წასულა.
ხოლო მის მეუღლეს ის თქვა, რომ თქვენი არაფერს არ აქვს. როდესაც ის საფრთხიდან გამოდის, მას გზავნდება პოლიციელი, რომელსაც ყოველგვარი ძალის გამოყენების გარეშე ფარდება. თქვენ მტკიცებულებით ნაწილში მოусვენ ბრალდების პოლიციის კაპიტანს. ბატონ გიას, რომელიც გეტყვით, თუ როგორ და რა მდგომარეობაში გააკავა ბატონი თენგიზი. თქვენ ასევე მოусვენთ ალბატონ ტასოს, რომელიც გეტყვით, რომელიც არის იმ ფაქტის, როგორც გამგონი, ასევე დამნახავი. თქვენ ასევე მოусვენთ ბიოლოგიური ექსპერტის დასკვნას, საიდანაც თქვენ გაიგებთ, თუ რა ხარისხის სიტუაცია უნდა ბატონ გიას და რამდენად ინდივიდუალური არის ეს სიტუაცია ადამიანებში. და ბოლოს პატიცემონ ნაფიცის საქმე. მე მინდა თქვენ შეგახსენოთ, რომ ნაფიცის საქმე ეს არის ბრალდებული სუფლება, მისი საქმე განიხილოს საზოგადოებამ. და სწორედ თენგიზის ეს თუ განიხილოს მისი საქმე, რათა ეს აქიზე იყოს ჭეშმარიტება და გამოიტანოთ ერთადერთი და სამართლიანი ვერდიქტი, რომელიც არის უდანაშაულო. მადლობთ. კი ბატონო, ხოლმე მოწმეს დაიგეროს თავისი ადგილი აქ დაბრძანებას თუ შეიძლება. კი ბატონო, მოგესალმებით, მე გახლავართ ვანო, 35 წლის სოლშულიანი არგარეთილის 16 კლასში ცხოვრობ. სამუშაო ბატონოვანი. კიტეს მაღაზიაში მენეჯერი. რა ურთიერთობა გაკავშირებს ბრალდებულ თემისთან? შეიძლება ცოტა კი ბატონო, ვთხოვთ ქალბატონს სოფიას, რომ ამ მიკროფონი გამოიყენოს, ან უბრალოდ რა ურთიერთობა გაკავშირებს ბრალდებულ თემისთან? ბრალდებულ თენგისთან დღესდღეობით არანაირი ურთიერთობა არ მაკავშირებს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის მაღაზიის მენეჯერი იყო ტიტესთან, აი სწორედ მაშინ მე მივედი მაღაზიაში გამყიდველად და მაშინ მქონდა ურთიერთობა როგორც თანამშრომელს. რა ურთიერთობა აკავშირებს გარდაცვლილ ტიტესა და თენგიზს? რასაც მე ვხედავდი, ეს იყო მამაშვილური ურთიერთობა, ტიტე მამასავით ექცეოდა თენგიზს, მანამ სანამ მათ შორის არ დაიძაბა ურთიერთობა, თუმცა მანამდე კარგი ურთიერთობა იყო, მინდა გითხრათ. დაძაბულობის მიზეზი გახდათ ის თანხები, რომელიც მიითვისა თენგიზმა მაღაზიაში პროდუქცია ჩემი მუშაობის პერიოდში აღმოაჩინა, რომ მაღაზიაში ფასებს ხელოვნურად ზრდიდა და ამ თანხას იდებდა ჯიბეში და აი ამის გამო მათ შორის მოხდა უთანხმოება. რა თქმა უნდა, როგორც ყველა მეც თანამშრომელმა მოქალაქემ ჩემი ვალდებული ვიყავი, რომ მომეხსენებინა ჩვენი უფროსისათვის, საერთო უფროსისათვის, მათ შორის არა მარტო ჩემი თენგიზის უფროსის იყო აც გარდაცვლილი ტიტე, რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის, ჩვენს გვერდით აღარ არის და მოახსენ დაუყოვნებლი მას მე. მან როგორც მე ვიცი, დაელაპარაკა ის თენგიზს. მეტი დაელაპარაკა და ესაუბრა ამის თაობაზე. როგორც მე ვიცი, უთხრა რომ აღარ გააგრძელდა მსგავს ფაქტს, აღარ იქნებოდა ადგილი. ამის შემდეგ დაახლოებით ეს რასაც მე გესაუბრებით 2009 წელს მოხდა და დაახლოებით 1 წლის განმავლობაში კვლავ გრძელდებოდა მსგავსი რამ, რასაც მე ვხედავდი ყოველ შემთხვევაში და აი 10 წლის აგვისტოს თვეში უკვე მაღაზიიდან თენგიზმა განაცხადა წასვლის სურვილი და შემდგომ უკვე ტიტემ მითხრა, რომ მე დამეწყო მის ადგილას მუშაობა. მე ჩვეულებრივ დავთანხმდი და მივედი თენგიზთან, რომ გადამებარებინა მაღაზია. ჩვეულებრივ როგორც ხდება? გადაებარების პროცესი მინდა გითხრათ, რომ გრძელდებოდა 4 დღის განმავლობაში. რა დროსაც აღმოჩნდა დანაკლისი თანხა, რომელმაც შეადგინა 12000 ლარი, რომლის თაობაც დაუყოვნებლივ მოახსენე ჩვენს უფროსს, ტიტეს. ტიტე ესაუბრა ჩემთან ერთად თენგიზს აღნიშნული თაობაზე. თენგიზმა უთხრა, რომ თავიდან უარყო მინდა გითხრათ აღნიშნული ფაქტი, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ მისი ბრალი იყო და დაუბრუნდა ამ თანხას. თუმცა ესე გრძელდებოდა ძალიან დიდი ხანი. და ხა ეს საბედისწერო დღეა, რომ შემდგომ ტიტე აღარ მინახავს. ტიტე მოკლა ბრალდებულმა სასტიკად. მან თავისი განცდელი მოკლა.
ჩვენ უბრალოდ ვინც ყველა ჩვენზე ყველაზე ზრუნავდა ეს ადამიანი ჩვენ დღემდე შოკში ვართ არ ვჯერა ესე თუ გაიმეტებდა თავის გაზრდილი თავის გამზრდელს თუმცა თქვენც ხედავთ რაც არის ამ დროს მე დამიკავშირდა ტიტედან მთხოვა რომ გავყოლოდი თენგიზთან ვალის ათხოვნელად როგორც მოგახსენეთ თენგიზმა აღიარა რომ მას მისი ბრალი იყო ეს დანაკლისი თანხის თაობაზე და აი მივედით თენგიზთან ჩვენ თითო ბაკალი ლუდი დავლიეთ თენგიზმა ტიტემ გარეთ დამტოვა თავად თხოვა რომ დალაპარაკებდა მამაშვილურად მისი გაზრდილი იყო თენგიზი ამრიგად შევიდა თენგიზთან მე გარეთ როგორც თხოვა რომ დავლოდებოდი გარეთ და დალაპარაკებდი მამაშვილურად ნუ სად ვიქნებოდი იქვე ახლოს ბინასთან შედის მე მესმის თენგიზის მეუღლის წყევლა შეურაცხყოფელი სიტყვები ტიტეს მისამართით ასევე მესმის აგრესიული საუბარი თავად თენგიზის და მინდა გითხრათ რომ გავიგე სიტყვები რომელიც თენგიზმა უთხრა ტიტეს როდესაც ის თხოვდა თანხას რომ სიცოცხლის ფასადაც რომ დამიждესო მე ამ თანხას არ დაგიბრუნებო შენო აი ეს სიტყვები გავიგე რაზეც უპასუხა ტიტემ რომ ამის თაობაზე სხვა გზა აღარ ქონდა დარჩენილი მიაკითხავდა პოლიციას რომ მიაკითხავდა პოლიციას სხვა გზა აღარ ქონდა დარჩენილი და აი ამ დროს უკვე ამ დროს ხდება ყველაფერი ის რაც რის გამოც დღეს ჩვენს გვერდით აღარ არის ტიტე თენგიზმა უპასუხა რა საქციელით მან როგორც პაუზა დაახლოებით 1 წუთი გაგრძელდა ამის შემდეგ მესმის მე გასროლის ხმა მესმის ისევ სიჩუმე შემდეგ ისევ საუბარი თენგიზსა და მის მეუღლეს შორის და ხედავ როგორ გამორბის თენგიზი თავისი ბინიდან და როგორ ცდილობს გაიქცეს ქუჩის მეორე მიმართულებით რასაც ყველა არ ჩანს ტიტე შევიხედე ბინაში და ხედავ რას სისხლის გუბეში ცურავს ის იქვე გდია იარაღი გამოვიქეცი მე შემოტრიალდი და გავეკიდე თენგიზს რომელიც გარბოდა ქუჩის მიმართულებით თუმცა საბედნიეროდ პოლიცია დავინახე რომელმაც იგი გააჩერა დააკავა და ნუ ტიტე ცოცხალი აღარ არის დღეს აღარ არის ცოცხალი ხო დაიკავეთ კიდე ეხლა ეწევა დაცვის მხარეს რომ აწარმოოს 4-ის ჯვარედინი დაკითხვა თუ აქვს ამის ხო წარადგინებს თქვენი თავის როგორ დიდი ძალისხმევა დამჭირდა თემის მენეჯერის თანამდებობაზე გავიგაცნობთ. რას გულისხმობთ? რამდენად რთულად ან მარტივად ჩამოშორდა კონკურენტი? რას ნიშნავს კონკურენტი? მე არ მისმის. ან ჩამოშორება. თენგიზი ჩემთვის კონკურენტი არ იყო? მე არ ვიცი რაზე მესაუბრებ. რა კონკურენტი? რა კონკურენცია? იქნება ამ ხსნით. რა თქმა უნდა. უნებრივია. ჩემი ნათესავის მეუღლე იყო მედიასი. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ნათესავს ერთმანეთს მიმართ ნდობა აქვს. და თავის მარკეტში ნამდვილად გადაწყვეტა. 2009 წელს მოხდა ეს ჯერ კიდე. შემდეგ მალე გადაწყვეტა და გახდეთ მენეჯერის ან თენგიზის ასისტენტი. თენგიზის ასისტენტი ვიყო. მანამდე თუ იმუშავებთ ამ სფეროში? ვერ ვიხსენებ, იცით? იმუშავებთ თუ არა? ვერ ვიხსენებ. მე ბევრგან მიმუშავია, მათ შორის ქუჩაში ურიკას ვატარებდი. ამ სფეროში? ვერ ვიხსენებ, იცით? 35 წლის ვარ მე და რამდენი რამე მაქვს გამოვლი, იცით თქვენ? ძალიან ბევრი რამე. ბევრ ადგილას მიმუშავია
ამის თაობას კი რა ვიცი რა გითხრათ. სანამ დაწინაურდებოდით მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე. იქამდე თქვენ ვერ შენიშნეთ პროდუქტებზე გაზრდილი ფასები, ხომსია? მას შემდეგ რაც მე საქმეში ჩავიხედე, მოგეხსენებათ რიგითი გამყიდველი ნაკლებად ერკვევა და ნაკლებად ერთვება იმ საქმეში, რაც უკავშირდება ხარჯ-საღერჯოს პროცესს. როცა მე ასისტენტი გავხდი თენგიზის, ბუნებრივია ჩავიხედე საქმეში და როცა ჩავიხედე და უშუალოდ მეც მქონდა შეხება და პასუხისმგებლობის საკითხი ჩემის დგებოდა გარკვეულწილად რაღაც საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია აღმოაჩინე. ყველა აღმოაჩენდა, იმიტომ რომ ვალდებული იყო აღმოაჩინა ეს. მინდა გითხრათ. სანამ თქვენ ყოფილიყოთ გამყიდველის თანამდებობაზე. მიუხედავად იმისა, რომ იყავით გამყიდველი, თქვენ არ დაინტერესდით გასაყიდო პროდუქტების ფასებით? იცით, მე ყოველდღიურად მაძლევენ გარკვეული რაოდენობის თანხას. მე რიგითი გამყიდველი ვარ, როგორც ნებისმიერი გამყიდველი. რა უფლება მაქვს მე დავინტერესდე კონკრეტული საკითხებით, რაზეც თქვენ ახლა მესაუბრებით. მაქვს ამის უფლება? ან აქ ნებისმიერ გამყიდველს? არავის არ აქვს პატივცემული ამის უფლება. დამეთანხმება ყველა. რიგითი გამყიდველი გახდეთ მე, რიგითი. პროფესია, ნუ არ მაქვს ეს თქვა პროფესია, ეკონომისტი ახლა ვართ. ეკონომისტი ახლა ვარ, თუმცა ბევრი რამე ვიცი, ბევრი რამე მესმის და ბევრ ადგილას მიმუშავია, როდესაც მოგახსენეთულა. ბუღალტერი ამეცხრა თქვენ წამოხმოსია. მაშინ როცა უკვე გადაბარების პროცესი ხდებოდა. ორივე ერთად ვიყავით, მე და თენგიზი. ამაზე მესაუბრებით გადაბარების პროცესზე? დიახ, აი ორივე ერთად ვიყავით. ის მაბარეთ და მე ვიბარებდი. თქვენ აღმოჩნდათ მარკეტში განაგისი ფორმატი ფასი არის ოდნავ. ორივე ერთად პატივცემულო. ორივე მაბარებ და ვიბარებდი და აი მაშინ აღმოჩნდა ჩოლები როგორც ხდება გადაბარების პროცესში. თქვენ ერკვევით ბუღალტერიაში. იცით, ეს მარტივი საქმეა. მარკეტში გადაბარების პროცესი და ფიქსირებული თანხის შემდგომ დაფიქსირება, ანუ მიიღე პროდუქტი და რა გაქვს გარკვეული დროის მერე, ხო? ხდება მარტივად გამოთვლა. რამდენი შეადგინა მიღებისას, რამდენი გვაქვს კონკრეტულ დროს. მარტივია ძალიან. შეიძლება რას ნიშნავს ეთნიკ ბალანსი ბუღალტერიაში? როგორ? ეთნიკ ბალანსი, რას ნიშნავს ბუღალტერიაში? ეთნიკ ბალანსი ბატონო ბუღალტერიაში. შეიძლება გაიცანოთ. ვერ ვიხსენებ, იქნებ თქვენ გვითხრათ რაღაცა, ვერ ვიხსენებ. მან ადასტურებთ იმას, რომ თენგიზი იანოს თენგიზს რო დაუნახი იარაღი. ეს ის დღე იყო გადაბარების დღე. 2010 წლის 20 აგვისტოს თვე, დიახ, გადაბარების დღეს წარმოიდგინეთ, თენგიზი მოვიდა გადაბარებაზე იარაღით. მას იარაღი ქონდა. პოლიციაში განაცხადა ამ შესახებ. რის შესახებ? იმის შესახებ, რომ თენგიზს იარაღი დაუნახა. რა უფლებით, რატომ? სამხედრო ყოფილი სამხედრო იყო, შეგახსენებთ. ბუნებრივად მომეჩვენა. ნებისმიერ სამხედრო შეიძლება ქონდეს იარაღი. მათ შორის თენგიზს, რომელსაც ფაქტია ქონდა, ეს თქვენც იცით, მეც ვიცით. მეც ვიცი. კიდე გავაფრთხილე თავარ რამეზე, კი არ გავაფრთხილე, უთხარ იმას, რომ დანაკლისი 12000 ლარი ჯერ ეს წარმოგიდგენთ რამხელა თანხა 12000 ლარი. აი ამხელა თანხით ესე უღალა და თენგიზმა თავის გამზე. ტიტეს რომელიც ჩვენს გორით აღარ არის დღეს. მკვდარია ის მკვდარი. ტიტეს უღავშია. თითქმეტ შეიძლება. რის თაობას რამაც უნდა გავაფრთხილე? კი, გავაფრთხილე რომ დანაკლისი მაღაზიაში შეადგინა 12000 ლარს და ეს იყო ჩემი შესაძლოა. არ გიკითხები ბატონო, ანუ გავხდეთ რა ტიტე ის თაობას რომ თენგიზს იარაღი დაუნახეთ. თქვენ ჩათვლით საჭირო გააფრთხილეთ თქვენ ეს ბუნებრივი შეიძლება ყოფილიყო სამხედრო კაც იარაღი ყოველთვის შეიძლება კონდეს, რა ვიცი. ანუ არ გავხდეთ. რატო? იქნებ თქვენ გვიპასუხოთ, რატომ უნდა გავაფრთხილებინა? ბატონო, თქვენ არ გავხდეთ ბატონო. თენგიზი იარაღს ატარებდა. ანუ
ტიტესა და ფენგის ყოლა დაძაბული ურთიერთობა. მიუხედავად ამისა, მაინც არ გააფრთხილებ ტიტე, რომ ფენგის იარას ატარებდა და მაშინ, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში არდებოდა იმ ფენგის. რა დაძაბული ურთიერთობა? დაძაბული ურთიერთობა რო ქონდა, მაღაზიაში არ იმუშაობდა. დაძაბული ურთიერთობა დაიწყო მას მერე, რაც ამ დღის მერე აღარ უბრუნდა თანხას გარკვეული პერიოდი. აი მაშინ დაიწყო დაძაბულობა თუ არა? პროტესტი დაგვიანებულია და სწორედ ამ საფუძვლით არის დაყოლებული ხუთი. განაცხადი. ბოლოს შეკითხვა და ვასრულებ დრო. პასუხო, პატიცემულო. დაძაბულობა დაიწყო მას მერე, რაც ამ თანხასთან დაკავშირებით მოხდა გაურკვევლობა თუ არა. მანამდე დაძაბულობა რო ყოფილიყო, იქნებოდა მაღაზიაში, იქნებოდა თქვენი აზრით? ასაგებია თანხასობა. მე გეკითხები. ბოლოს შეკითხვა და ვასრულებ. ბოლოს შეკითხვა. კითხვა არ იყო დასმული შესაბამისი გაბატისტების. ბოლოს შეკითხვა შეიძლება და დავასრულებ. ტიტე არიცოდა, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში არდა ფენგისთან. ტიტე მიცოდა თუ არა, რომ ფენგის ქონდა იარა. დათვის მხარეს ვთხოვ, რომ პრობლემები ჩამოვარდოს ხალხს და ბოლოს გადასვლას. ტიტე მიცოდა თუ არა, რომ იარა ქონდა. ტიტე ცოცხალი აღარ არის. აღარ არის ცოცხალი ტიტე, რა უნდა სულუნდა? ერთი წუთით. დაბრძანებით შეიძლება პროტესტი დამოუკიდებულია ამ შემთხვევაში გამიჯობებაში შეიძლება გადაგიწყო თუ სხვა კითხვა არ აქვს. თუ არა ბოლო კითხვის საშუალებას გაძლევს და დავასრულოთ. შეიძლება მე პასუხი ვერ მივიღე კითხვაზე, გამიდა რომ მივიღო კითხვაზე პასუხი. კი ბატონო. რა კითხვაზე პასუხსელოდე? ერთი წუთით. შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა. კი ბატონო. ბოლო შეკითხვა და დავასრულოთ. ბატონო, ანუ ტიტე იყო თუ არა გამხილებული მისიერ? დაასრულო შეკითხვა ერთი წუთით. თქვენ არის რა შეკითხვა ზოგი, ხო? დაასრულო შეკითხვა და ამის შემდეგ გავხდით. ბატონი ტიტე, მისიერ გამხილებული იყო, რომ მისიერ ნახავდა სამშობლოს, მაშინ როდესაც ტიტე ნასვამი არდებოდა მასთან. როგორ თუ შეიძლება გამიმეორეთ? კი ბატონო, დაბრძანეთ. პროტესტის საფუძველი არის რა? კი ბატონო, განსაკუთრებით. დაკმაყოფილებელია პროტესტი, თუ სხვა კითხვა არ აქვს, ხოლმე დაიკავოს თქვენი აზრი. აქვს თუ არა სურვილი ბრალდების მხარეს აწარმოოს ხელახალი პირდაპირი კი ბატონო. კარგით, მაშინ თხოვ მოწმეს დაიკავოს თავისი ადგილი. ბრალდების მხარეს ყავს თუ არა სხვა მოწმე? უკაცრავად, ვისი ძახებს? კი ბატონო, ბატონგე დაიკავოთ თქვენი ადგილი. ხოთ დაიბრძოთ, რომ ის სიმართლეს, მხოლოდ სიმართლეს და არაფერ სიმართლეს. ფიცავ. კი ბატონო. პროკურორი ხო არის თავის ჩავა. კი ბატონო, ხოთ. მუშაობ შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს ყოლობათა განყოფილებაში გამომძიებლად. მკვლელობებს. ამ სფეროში 5 წელია უკვე რაც მუშაობ, მაგრამ მანამდე მაქვს FBI-ის კურსები გავლილი. იარაღთან მაქვს უშუალოდ მჭიდრო შეხება, რამდენადაც მე მუშაობ მკვლელობათა განყოფილებაში გამომძიებლად და ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობა რომ იარაღი ვატარო ყოველდღიურად სამსახურეობრივი მოვალეობაში ვიმყოფები და ძალიან ხშირი შეხება მაქვს იარაღთან, ასევე ვახსენე რომ FBI-ის კურსებიც მაქვს გავლილი მეთქი. კი, მაქვს წმინდა გიორგის ღირსების ორდერი.
დაახლოებით მაგ დროს ვასრულებდი ჩემს სამსახურეობრივ მოვალეობას. ვიმყოფებოდი ქალაქ თბილისში, ლესელიძის ქუჩა ნომერ 5 საცხოვრებელ სახლთან მიმდებარე ტერიტორიაზე და ამ დროს ჩემი ყურადღება მიიპყრო ერთმა რამ, რომ მომესმა იარაღიდან ერთი გასტროლის ხმა. მე შესაბამისად გავაჩერე ავტომანქანა, გადმოვედი მანქანიდან და ამ დროს რას ხედავ? ზემოდან ჩემს მოპირდაპირე, ანუ ჩემს წინ გამორბის ვიღაც უცხო მამაკაცი, რომელსაც მოსდევს ვიღაც ასევე ჩემთვის უცნობი უცხო მამაკაცი და ყვირის რომ დაიჭირეთ მკვლელი. თანადროულად ხმა მესმის ასევე რომ ტიტე მოკლულია, ქალის კივილის ხმა მესმის. მეც მივხვდი შესაბამისად რომ რა დანაშაულს ჰქონდა ადგილი და სავარაუდოდ ის კაცი რომელიც მოდიოდა ჩემ წინ მას უნდა ჰქონოდა ბრალი ამ საქმეში, იმიტომ რომ კაცი რომელიც მოსდევდა უკან ის ყვიროდა რომ დაიჭირეთ მკვლელი. ეს კაცი რომელიც მორბოდა წინ ანუ რომ დამინახა ამ კაცმა არ გაჩერებულა ისეთი შთაბეჭდილება დამჩა რომ აპირებდა ჩემთვის გვერდისავლას და მე ამოვიღე იარაღი და მივმართე მის წინააღმდეგ და მოუწოდე რომ გაჩერებულიყო. სწორედ ამის შემდეგ გაჩერდა ის აწია ხელები, მე მივედი და განვუმარტე მას თავისი საპროცესო კოდექსით დადგენილი უფლებები გავაცანით და მას ხმა არ გაუღია და აქვე ვახსენებ, დავდევი ბორბილები და ჩავსვი ავტომანქანაში. ამის შემდეგ თავიდან რომ ვახსენე რომ მანქანიდან გადმოვედი მეთქი, გამოვიძახე ჩემი პოლიციელები გამოვიძახეთ ახალგამხმარი ჯგუფი. ისინი ან როცა უკვე ბორბილები დავადები ქიასაც მას თენგის მომავალში თენგის ჩავსვი მანქანაში, მოვიდნენ ჩემი თანამშრომლები. ეს ჩემს თანამშრომლებს გავატანეს დაკავებული, მათ გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, ხოლო მე შევედი როგორც გამომძიებელი შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად. რა თქმა უნდა, ანუ როცა შევედი შემთხვევის ადგილას, ეს იყო სასტუმრო ოთახში, ანუ მისაღებ ოთახს ვეძახით. იქ დამხვდა საშინელი სურათი. ანუ სისხლის გუბე იყო ძირს და ამ სისხლის გუბეში ესვენა მამაკაცის გვამი. ძირს ეკდო მამაკაცის გვამის გვერდზე ეკდო ასევე პისტოლეტი, შავი ფერის იარაღი. მე გამოვიძახე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და დავიწყე შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ამოვიღე ბინიდან ერთი ცალი შავი ფერის იარაღი Walter P38-ის ტიპის, ასევე ამოვიღე სასტუმრო ოთახის კარის მარცხენა მხარეს არის ჟურნალების მაგიდე და სწორედ იმ მაგიდის ქვეშ ეკდო ერთი ცალი გასროლილი მასრა. ჩემს მიერ ესენი ჩავოდე პარკში და დავუქე. გადავგზავნე ექსპერტიზებზე. მე დავნიშნე ექსპერტიზა, ბიოლოგიური ექსპერტიზა, ქიმიური ექსპერტიზა და ბალისტიკური ექსპერტიზა. და დაველოდე მივიღეთ შესაბამისი დასკვნები. ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ის მასრა, რომელიც ამოღებული იქნა თენგიზის საცხოვრებელი სახლიდან და ის პისტოლეტი იყო ან ეს ტყვიაც, რომელიც თენგიზის ტიტეს სხეულიდან ამოიღეს უკაცრავად, იყო ერთი და იგივე, იდენტური იყო, ანუ ერთი იარაღიდან გასროლილი იყო ეს მასრაც იმ იარაღს ეკუთვნოდა და ტყვიაც. ქიმიურმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ დენთის კვალი აღმოჩენილი იყო თენგიზის ხელზე, ანუ მსროლელის ხელზე და დენთის კვალი ასევე აღმოჩნდა ტიტეს შუბლის მიდამოში, სადაც ჭრილობა იყო, სადაც შემოვლე ტყვია. რა თქმა უნდა, ანუ დენთის კვალი ხელზე რჩება, როდესაც მსროლელი იარაღს ისვრის, თავიდან ლულიდან გაიტყორცნება ტყვია, ლულის მარცხენა გვერდიდან იტყორცნება მასრა და შემდეგ უკანა პისტოლეტის უკანა მხრიდან მსროლელის ხელზე გადმოიფრქვება დენთი. სწორედ ამ შემთხვევაში რჩება დენთის კვალი მსროლელის ხელზე, ხოლო მსროლელის ხელზე რჩება შემიძლია ვთქვა. დათვის მხარეს თუ აქვს სრული აწარმოა ჯვარი დინიდები. Atas
პირადად არ შეხვდები ხარ პირადული შემთხვევის ხარჯს. არა, პირადად არ შევხვდები ვარ. გარდა ტასოს და თენგიზის შვილის სურას. ყავთ თუ არა სხვა თემები, ვინც შეესწრო ამ შემთხვევას? არა, მე როგორც ვიცი, არა, როცა შემთხვევის ადგილზე მივედი, იქ მარტო ტასო დამხვდა და მისი შვილი ზურავდა. თქვენ აღნიშნეთ, რომ სახლიდან გამოკვდა მამაკაცი, რომელიც შემდგომ დააკავეთ და აღმოჩნდა თენგიზი. კი. თქვენ ასევე აღმოჩნდეთ, რომ მას მოხვდა უკან მეორე ადამიანი. კი, რომელიც იძახდა დაიჭირეთ მკვლელი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ პირადად არ შეესწრებათ პირადული შემთხვევის ხარჯს და არც სხვა მოწმეები ყავდა, თქვენ მიიჩნიეთ დამნაშავედ თენგიზი და არა ვანო. კი, იმიტომ რომ ადამიანი გარბოდა, მას მოსდევდა კაცი და სწორედ მიუთითებდა იმ კაცს, რომ დაიჭირეთ მკვლელი. თანადროულად ისმოდა ქალის ყვირილის ხმა, რომ დაიჭირეთ მკვლელი. მე ასევე მანამდე გავიგონე სახლიდან იარაღის გასროლის ხმა, სწორედ იმ ბინიდან, რომლიდანაც ის მამაკაცი გამორბოდა. თქვენ ამბობთ, რომ ბატონი თენგიზმა შეიძინა ინახავდა და უკანონოდ ატარებდა P28 ტიპის ცეცხლსასროლ იარაღს. კი, ჩვენებაში ასე მიწერია. გაქვთ თუ არა ამის ფიქსირება გარდა იმისა, რომელიც ვანო აღმოჩნდა თავის ჩვენებაში? იარაღი აღმოჩენილი იყო თენგიზის სახლში. მართალია, თითის ანაბეჭდები არ ფიქსირდებოდა იარაღზე, მაგრამ მოწმე ვანო მიუთითებდა, რომ ეს იარაღი ჰქონდა და ატარებდა პირადად თენგიზი. სხვა არა. მიუხედავად იმისა, რომ იარაღზე არც ანაბეჭდი აღმოჩნდა, არც ფოტომასალა, არც ვიდეო მასალა, არც ფოტომასალა, არც ვიდეო მასალა არ დასტურდება, რომ იარაღი ეკუთვნის თენგიზს, თენგიზს თქვენ მაინც ჩათვალეთ ის თენგიზის საფუძვლება. კი, იმიტომ რომ პირველ რიგში აღმოჩენილი იყო თენგიზის სახლიდან. ამ იარაღით მოკლული იყო ტიტე და არა თენგიზი. მე დავამატებ აქვე, რომ იარაღზე ახსნე იმ ფაქტს, რომ რატომ არ დარჩა თითის ანაბეჭდი იარაღზე, ექსპერტის განმარტებას მოვიყვან, რომ იარაღზე თითის ანაბეჭდი არ რჩება იმ შემთხვევაში, თუ იარაღის ზედაპირი არის ხორკლიანი. შეიძლება ამ ხორკლიანობის გამო და ხელის სიუმყოფლიანობის გამო წაიშალოს იარაღის ტარზე თითის ანაბეჭდები. რაც თქვენ წერთან ასე გამორიცხავს თუ არა იმ ფაქტს, რომ შეიძლება იარაღი ეკუთვნოდეს ტიტეს. მე ვარ გამოძიებელი და მხოლოდ მუშაობ იმ სფეროში, რომ ამ იარაღით გარდაცვლილი იყო ტიტე. იარაღი იყო აღმოჩენილი თენგიზთან და შესაბამისად როგორც გამომძიებელმა ჩავთვალე, რომ იარაღი ეკუთვნოდა თენგიზს. ასევე თენგიზს ეს იარაღი რომ თენგიზის იყო, ზუსტად აღწერა ვანო, რომელმაც დაადასტურა, რომ გადაბარების დროს ეს იარაღი გააჩნდა თენგიზს. ანუ თქვენ ეკუთვნოდით მხოლოდ ვანოს ჩვენებას. არა მარტო ვანოს ჩვენებას. ფაქტს, რაც ფაქტი იყო სახეზე. კარგით, თუ სურვილი ბრალდების მხარეს რომ აწარმოოს ხელახალი პირდაპირი დაკითხვა. არა? კი ბატონო. ხო, მოწმეს ხო მაშინ დაიკავოს თავისი ადგილი. მას თუ არა ბრალდების მხარეს კიდევ მოწმე. მაშინ უკვე გადავდივართ დაცვის მხარის მიერ მოწვეული მოწმეების დაკითხვაზე, მხოლოდ დაცვის მხარეს წარადგინეთ თავისი მოწმე თუ ასეთი პასუხს. ადვოკატი მარია მოგოლია. ვის იძახებს დაცვის მხარე? წარმოვადგენ ბრალდების პროგრამას კალბატონ ტასოს. კი ბატონო, ხო კალბატონი ტასო დაიკავოთ. კალბატონი ტასო. ხო დაიფიცოთ, რომ იტყვით სიმართლეს, მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სიმართლეს გარდა. ფიქრობ, რომ ვიტყვი სიმართლეს და არაფერს სიმართლეს გარდა. ხო, დაიწყო. კალბატონ ტასო გააჩენ სასამართლოს ბაი. მე ვარ ტასო, თენგიზის მეუღლე 35 წლის. საცხოვრებ ამჟამად კალბატონ ტასო. ცხოვრობ ლესეძის ქუჩაზე ნომერ 5-ში, ჩემს მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილთან ზურასთან ერთად. კალბატონ ტასო, შეგიძლიათ მითხრათ თქვენი მეუღლის პიროვნების შესახებ ორი რიგის? ჩემი მეუღლე ძალიან თბილი მოსიყვარული ადამიანია, არის არაჩვეულებრივი მამა, არაჩვეულებრივი მეგობარი და მეუღლე. ყველასთან აქვს საუკეთესო ურთიერთობა. და რა შეგიძლიათ მითხრათ ბატონი ტიტეს შესახებ? ვიცნობთ თუ არა? რა თქმა უნდა, ვიცნობდი, იგი იყო ჩემი მეუღლის აღმზრდელი, როდესაც ჩემი მეუღლე არის ხო, მამისათვის ერთი წუთი სიჩუმე თუ
შეიძლება. როდესაც გეკრებათ გასასახის თხოვნა, ძალიან ხშირად გემიმართოთ სასამართლოს და სასამართლო მიუთითებს მოწმესაც და ხარესაც, რომ უფრო ხმამაღლა ისაუბროს, თუ ამისი საჭიროება იყო. იგი მადლობა. ეხლა ვთხოვ მოწმეს, რომ ცოტა ხმამაღლა ისაუბროს. კითხვა გამიმეორეთ თუ შეიძლება. იცოდით თუ არა ბატონ ტიტეს ალბათ? ვიცნობდი ბატონ ტიტე იყო ჩემი მეუღლის აღმზრდელი, როდესაც ჩემი მეუღლე დაობლდა მანიკის რა მამების ტვირთი, მან აღზარდა და ჩამოყალიბა პიროვნებად და როდესაც მატერიალურად გაგვიჭირდა, მხარში წამოვიდგა და თავის მაღაზიაში მენეჯერადაც კი დააწყებინა მუშაობა, ამიტომ ძალიან მადლიერები ვართ მის. მას შემდეგ რაც ბატონმა ტიტეს დაასახა ბატონი თეიმის თავის მაღაზიაში მენეჯერად, როგორ განვითარდა მოვლენა? მატერიალურად კარგი მდგომარეობა გქონდა, ოჯახში მშვენიერი ურთიერთობა ტიტესთანაც, მაგრამ ბოლო დროს თენგისა და ბატონ ტიტეს შორის ურთიერთობა რაღაცნაირად დაიძაბა. რამ გამოიწვია მათ შორის ურთიერთობის დაზავება? ჩემი მეუღლე აღნიშნავდა ჩემთან საუბრის დროს, რომ ტიტე ბოლო ხანებში იყო ძალიან ანერვიულებული, გახდა ეჭვიანი და ერთ საღამოს აგვისტოს საღამო იყო, საუბრის დროს თავს მარიდებდა ჩემი მეუღლე და არ უნდოდა საუბარი, მაგრამ როდესაც კარგად ჩემსკენ შემოწვრილა და დავინახე, რომ დალურჯებული ჰქონდა თვალი, რაც ბოლოს იმის ამიხსნა, რომ ტიტესთან შეკამათების შედეგი იყო ეს ყველაფერი. რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ვანოს და ვითომ ვანოს მიერ იყო აღმოჩენილი დანაკლისი მაღაზიაში, რაც ბრალდებოდა ჩემს მეუღლეს. ამის შემდეგ რა მოიმოქმედა თქვენმა მეუღლემ ბატონმა თეიმის მოხალხებას? ამის შემდეგ სადეს მოლაპარაკება ჩემი მეუღლე ეუბნებოდა და უხსნიდა ნორმალურად, რომ არ ქონდა არანაირი დანაკლისი და არ იყო არაფერში დამნაშავე. ცდილობდა რომ სიტყვით მოეგვარებინა, მაგრამ ვერაფერს გახდა, მიუხედავად იმისა, რომ მატერიალური მდგომარეობა აღარ გვიწყობდა ხელს, რომ თუ წამოვიდოდა აღარ გვეყოლებოდა მარჩენალი ვერაფრით ვეღარ ვიცხოვრებდით. მაინც გადაწყვიტა ჩემმა მეუღლემ წამოსვლა სამსახურიდან, იმიტომ რომ გაუსაძლისი გახდა უბრალოდ იქ მუშაობა და დაძაბულობა სამსახურში. როდესაც სამსახურიდან წამოვიდა ბატონმა ტიტემ რა მოიმოქმედა? როდესაც სამსახურიდან წამოვიდა, ჩემს მეუღლეს ისევ ეუბნებოდა, რომ დამიბრუნე ჩემი თანხა, ბოლოს კი მივადგები იმ შემთხვევას და გავიხსენებ 2010 წლის 20 ოქტომბრის საღამოს, რაც ძალიან ცუდად დამთავრდა ჩვენთვისაც და ბატონთვის. შეიძლება უფრო დაწვრილებით რომ მოგუყეთ ამ საღამოს შესახებ? 2010 წლის 20 ოქტომბერს ჩვეულებრივი დღე გქონდა, ჩვეულებრივი საღამო, ოჯახი მემზადებოდით იმისთვის, რომ ერთად გვევახშმა, დაახლოებით იყო 7:30, როდესაც კარებზე იყო კაკუნი და გავაღე ეს კარები, მაგრამ ამ დროს არამც თუ შემოვიდა ნასვამ მდგომარეობაში შემოვარდა ტიტე, რომელიც უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა და შეურაცხყოფას გვაყენებდა. მეუღლე თუ მოიმოქმედა რამე ამ დროს? ჩემი მეუღლე კითხულობდა რაში იყო საქმე, ტიტემ პასუხობდა, რომ იგი ითხოვდა მის კუთვნილ თანხას, რომელიც მაღაზიიდან აიღო ვალად თენგიზმა და სასწრაფო დაბრუნებას ითხოვდა. ჩემი მეუღლეს თავისთავად უარყოფდა ამ ფაქტს, იმიტომ რომ იგი ამბობდა, რომ არ იყო დამნაშავე არაფერში და არ მიუძღოდა ბრალი. ამის შემდეგ თუ დამშვიდა ბატონი ტიტე ასეთი განმარტების? ამის შემდეგ ბატონმა ტიტემ ამოიღო იარაღი, ჯერ დაიწყო გინება დედისა და ჩემი მისამართით. ამოიღო იარაღი, მოიყვანა მზა მდგომარეობაში. ძალიან შეგვეშინდა შევკივლეთ. ჩემი შვილი ზურად ძალიან განერვიულოდა ჩემს შეკივლებაზე, მასაც ხო ძალიან განერვიულდა და მომეხუტა. და ჩემი მეუღლე ცდილობდა, რომ რამენაირად სიტყვებით და წყნარი ლაპარაკით დაემშვიდებინა ტიტე და ისე მოგვარებულიყო ყველაფერი, მაგრამ ბოლოს როდესაც იგი გადავიდა იმას და ამბობდა, რომ მე გამაუპატიურებდა, ჩემი მეუღლე მიხვდა უკვე, რომ ძალიან იყო დაძაბული სიტუაცია და სიტყვებით ვერაფერს ვერ მოახერხებდა და ცდილობდა, რომ ის იარაღი, რომელიც ჩვენსკენ ჰქონდა მოშვერილი, რამენაირად გამოერთმია და მსხვერპლი თავიდან აეცილებინა, მაგრამ აღნიშნავ, რომ ტიტე მიუხედავად თავისი ასაკისა და ნასამობისა, მდგომარეობისა, მძიმე ფიზიკურ მდგომარეობა, ანუ კარგად იყო მომზადებული, ჩემს მეუღლეზე ბევრად მაღალიც არის ტანადაც და ამ შეჭიდავების დროს, როდესაც ჩემს მეუღლეს იარაღი უნდა გამოერთვა, ამ დროს დავინახეთ, რომ ტიტე ეგდოძირს და ტყვია გავარდნილი. რაც დაინახეთ ასეთი მძიმე ფაქტი? რა მოიმოქმედა?
ამის შემდგომ გაოგნებულები ვიყავით ყველა თავიდან ხმას ვერ ვიღებდით, გონზე ვერ ვიყავით, ჩემ მეგობრებსაც გონს მოეგო რამდენიმე წამის შემდეგ მითხრა რომ არაფერს არ მივკარებოდი იქ და არც არავინ არ შემომიშვა სახლში და თვითონ გავიდოდა პოლიციის დასწრებით. და მექნება ბოლოში ამ უბედური შემთხვევის დროს, როდესაც აი ესე უბედურად შემთხვევით თავდაცვის დროს გარდაიცვალა მისი აღმზრდელი ბატონი ტიტე. როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება? ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, ყველაფერი თავდაყირა დადგა. რა თქმა უნდა, დაზარალებულიც არის ჩემი მეუღლეც. გული გვტკივა იმაზეც, რომ ტიტე გარდაიცვალა ასეთ სიტუაციაში და ჩემი მეუღლე მით უმეტეს, რომ ასეთ დროს ისიც მსხვერპლია, იმიტომ რომ თავისი აღმზრდელი დაკარგა და ამას მიუმატებთ იმას, რომ მე აღარ მყავს მეუღლე ამ წუთას ჩემს გვერდით და ჩემი შვილი ზურაც მამის გარეშეა და ის ამ ყველაფერს შეესწრო. ამას აქვს. ბრალდების მხარეს თვალსურული რომ გვაინტერესებს დაგიხოს. როგორ ხოთ ადამიანს? ცოტა ხმამა. დიახ, 4 წლის განმავლობაში. სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ ტიტე თქვენს მეუღლეს სამსახური დააწყებინა. დიახ. სამხედრო სამსახური თქვენ მეუღლე სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი იყო თუ არა თქვენს მეუღლესა და ტიტეს შორის ურთიერთდაპირისპირება, უთანხმოება? წამოსვლის მიზეზი იყო ის უკანონო ბრალდება, რასაც თავისი აღმზრდელი უბრალოდ უყენებდა ჩემს მეუღლეს. 2010 წლის 20 ოქტომბრის საღამოს ტიტე თქვენთან სახლში მოვიდა, ასე იყო? შემოვარდა. დიახ. ტიტე თქვენთან სახლში 12,000 ლარის მოთხოვნით მოვიდა, ხომ? დიახ. 12,000 ლარი არ აქვს. მე არანაირად და ჩემს მეუღლემ განუმარტა რომ მას არ ქონდა დანაკლისი მაღაზიაში და ვალი არ ქონდა. ამის შემდეგ ტიტესა და თქვენს მეუღლეს შორის უთანხმოება მოხდა. სწორედ ამის მიზეზით. შევყარება ხომ? ამ საღამოს? დიახ, იმ საღამოს თქვენს მეუღლესა და ჩემი მეუღლე უბრალოდ წყნარად უხსნიდა რომ მას არ ქონდა ვალი, რაზეც ტიტე ბრაზდებოდა და შელაპარაკების შემდგომ არა, შელაპარაკება არც ყოფილა, ჩემი მეუღლე წყნარად საუბრობდა, ტიტე იყო მხოლოდ გაბრაზებული და ამის შემდგომ არ მოხდა რა. აღნიშნულ საღამოს იყო. ტიტე თქვენს სახლში როგორც აღნიშნეთ ძალადობის მუქარით შემოვიდა, ასეა? კარები როცა გავაღე, შემოვარდა და უშუალო სიტყვებით. ამ დროს თქვენ იცოდით, რომ ტიტეს მეგობრები გარეთ ელოდებოდნენ, ხომ? ამ დროს ჩვენ არ იცოდით, მან თვითონ განმარტა ჩხუბში, რომ მე მარტო არ მოსვლარ და ამ თანხას მეგობრებთან ერთად ამოვიდა. გასვლის შემდეგ თქვენი მეუღლე სახლიდან გაიქცა, ხომ ასეა? არ გაქცეულა სახლიდან, მან თქვა, რომ პოლიციასთან მიდიოდა ამ შესაძლებლობით. სახლიდან გავიდა. და თქვენს შვილთან ერთად სახლში მარტო რჩებით? რჩებით მარტო და ტერიტორიის დაცვით, ანუ ჩემმა მეუღლემ გამაფრთხილა, რომ არ ჩარეულიყო ზედმეტი არავინ, რათა არაფერი არ შეცვლილიყო იქ. თქვენი მეუღლის დაკავების შემდეგ თქვენი მაჩვენებლის გარეშე რა თქმა უნდა. კავკასიაში თქვენთვის ციხე ზოგადად ცუდთან ასოცირდება, ხომ? ცუდში რას გულისხმობთ თქვენ? ციხე ზოგადად თქვენთვის ცუდთან ასოცირდება. ცუდი ვისთვის რა არის და ამ შემთხვევაში რას იგულისხმებთ თქვენ ცუდს? ცუდი თქვენთვის რა არის ციხეში ცუდი? თქვენ არ გინდათ რომ თქვენი მეუღლე ციხეში მოხდეს, ხომ? არავის არ სურს თავისი მეუღლე იყოს ციხეში. თქვენ გიყვარს თქვენი მეუღლე? მიყვარს რა თქმა უნდა. თქვენ ისტორიით იყავით მთელი ცხოვრების განმავლობაში შეისათვის რა თქმა უნდა. მომავალში იქნება იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც კანონიერება იქნება მართალი.
ბატონო. ეხლა დაცვის მხარეს თუ აქვს სურვილი რომ ხელახალი პირდაპირი გადაჭროს. სურვილი არ აქვს. კი ბატონო. ხალბატონი დასო მაშინ ვთხოვთ დაიკავოთ თქვენი. აქვს თუ არა დაცვის მხარეს კიდევ მოწყობილება.